სესიის დაწყებამდე საკრებულოს მისაღებში შეკრებილი ქართული ოცნების მხარდამჭერები ერთმანეთში არ ყოფდნენ თუ ვინ იყვნენ კოალიციის ნამდვილი წევრები. რომ არა ეს ხალხი და ამათგან არ გავიგო, რა ხდებოდა და რა იყო. ჩვენ ვერაფერს ვერ გავიგებდით კოალიციის აქტივისტები, ნამდვილი აქტივისტები, რომელსაც არც ფულზე გაუყიდია კოალიცია. არც რაიმე თანამდებობაზე გწევდა. სხდომაზე 33-დან 26 საკრებულოს წევრი გამოცხადდა და სესია 15 საათზე დაიწყო. იმის გამო რომ ოთახში მიხეილ ფურცელაძის მომხრები ვერ ეტეოდნენ, იგი სიტყვით გამოვიდა. ეს რომ ბიძინამ გაიგოს დაიღუპებით ხეობედურებოდ. კაცია პატიოსანი და თქვენ და მაფიოზების უყოლა რა. გადავდოთ აკეთე 4 წელი ფული და ეხლა დაიყიდოთ და რაღაც უყედურებებს აკეთეთ. კარბაში ჩატარდეს. მაფიოზებო. შეჭამეთ მიუჭედი გურჯაანისა. ეხლა კიდაც. იმიტომ კიდაც საკრებულოს თავმჯდომარეობა გაუპატიურება დაბადოთ ხალხისას. მას შემდეგ რაც მიხეილ ფურცელაძის ვარაუდი გამართლდა და ქართული ოცნება რესპუბლიკელებმა საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატად ავთანდილ ზარდიაშვილი წარადგინეს, ქართული ოცნების მხარდამჭერებს შორის ჩხუბი განახლდა, რის გამოც საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა სესია გადადო. 26 მაისს შენსადიღა. მე ვიყავი. მე ვიყავი. მე რა ვიყავ რა გააკეთე. რო იყავ რა გააკეთე. მე ვარ ნაციონალი. მოიხედიათ. აკეთ მოიხედე. შენ ხარ პირველი ნაციონალი. პროვოკატორი ხარ შენ. ინტრიგანი ხარ შენ. ზარდიაშვილი ნაციონალი არ არის? აბსოლუტურად ნაციონალი არის. გადაჩაატარეს ხომა ჩაატარო ნაციონალი. არის უსაფუძვლო შემოტევა აქციის, იმიტომ რომ ფაქტიურად არც ერთი გადაწყვეტილება საკრებულოს არ მოხდა. არ ხარ ქართული ოცნების წევრი შენ. გეუნები ვარ მე. არ ხარ ქართული ოცნების წევრი. მე ვარ ქართული ოცნების წევრი. მე რომ დუპინკებს მიტყავდნენ, შენ სად იყავი მაშინ? დუპინკებს კი არ თქვენ წააგეთ, აჭედები გურჯაანი. არჩევნები წააგო შენნაირმა ხალხმა. არეულობის შემდეგ ქართული ოცნების მხარდამჭერები კოალიციის მიერ შერჩეულ გამგებლის კანდიდატებს განიხილავდნენ და საკრებულოს თავმჯდომარის სავარძელში მორიგეობით სხდებოდნენ. დღეს მუნიციპალიტეტის გამგეობასთან პოლიციის თანამშრომლებიც იყვნენ მობილიზებულნი. არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელ ნანადევიძეს გაუკვირდა თუ რატომ არ დაიცვეს წესრიგი. ასე გადადება და ასე ვთქვათ ჩაშლა ერთეული ადამიანების მიერ საკრებულოს ხდომით ძალიან არაკომპეტენტურ წარმოდგენას გვიქმნის თვითონ საკრებულოზე და საკრებულოს საქმიანობაზე ზოგადად. მომდევნო საკრებულოს ხდომის ჩასატარებლად ალექსანდრე სირბილაშვილმა გარანტიები მოითხოვა. გარანტიები სამართალდამცავი ორგანოებიდან, გარანტიები ყველა არასამთავრობოებიდან, ყველა იმ სამართლებრივი სტრუქტურიდან, ვინც უზრუნველყოფს და დამეხმარება ამ ხდომის ნორმალურად ჩატარებაში. მე არა მაქვს უფლება, რომ საკრებულოს წევრი ნებისმიერი ჩვენთაგანი კითხვის ნიშნისას დავაყენო მათი ჯანმრთელობა და მათი უსაფრთხოება. არეულობის შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ფრაქციის წევრებთან და მათ შორის გამგებლის ერთ-ერთ კანდიდატ ჯონი ოსიაშვილთან ერთად მოილაპარაკეს და გადაწყდა, რომ სესია ორშაბათს 11 საათზე გაიმართება.